მოგესალმებით, დღეს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწერების გაზე აქვს, მქონდა და აქვს სამწუხაროდ, ეს არის კანონური უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც საქართველოში 2025 წელს მიიღეს და სავარაუდოდ, როგორც ვიცი, ამ თვის ბოლოს ამოქმედება. მინდა შევადარო ქართული კანონი ამერიკულ ფარას, როგორც თვითონ კანონმდებლიც ამას აკეთებს, კანონმდებელმა თქვა, რომ მან აიღო ამერიკული კანონი, რომელიც გადათარგმნა და პირდაპირ ქართულ კანონად შემოგვთავაზა, მაგრამ როგორც ვიცით და ვიცოდეთ, რომ კანონის გადათარგმნა არ ნიშნავს იმას, რომ კანონი თავის პრინციპებით იდენტური არის ადგილობრივ კანონთან, მე ზუსტად იმ მთავარ განსხვავებებზე გეტყვით, რაც ამ ორ კანონში არის და რომელიც განზრახ ან ვთქვათ, ყურადღებობით, ვთქვათ, კანონმდებლს გამორჩა და ამ ტერმინების გამარტება არ შემოგვთავაზა. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი მოქმედებს 1938 წლიდან და ეს ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს ლობისტური კომპანიების რეგისტრაცია, რომლებიც ეწევიან კონკრეტული ქვეყნების ინტერესების ლობირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა რას ნიშნავს ეს? მინდა რომ ძალიან მარტივად მაგალითები დაგიხსნათ ეს ყველაფერი. მაგალითად ტარიფების საკითხი შეერთებულმა შტატებმა ვიცით, რომ ტარიფები დაუწესა, სავაჭრო ტარიფები დაუწესა ბევრ ქვეყნებს, მათ შორის ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, თქვა წარმოვიდგინოთ, რომ ჩინეთი, რომელსაც ყველაზე თუ არ ვცდები 155%-იანი ტარიფები დაუწესა თავის დროზე, მერე შემცირდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაუწესა ტარიფები ჩინეთს, გერმანიას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს ასე შემდეგ. ტარიფების დაწესების შემდეგ, თქვათ, ჩინურმა კომპანიამ დაიქირავა კომპანია ამერიკაში, რომელსაც დაავალა, რომ მოხდეს ჩინეთის ინტერესების ლობირება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდეს კონკრეტული სტატიების შეკვეთა სხვადასხვა მედია საშუალებებში, მოხდეს სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებთან ან კონგრესმენებთან ამ თემაზე საუბარი, რომ კონგრესმენები როგორმე ასე რომ ვთქვათ, მათაც თავის მხრივ მოახდინონ ამ თემის ლობირება, რომ მოხდეს ტარიფების დაწევა, ამ შემთხვევაში მაგალითისათვის ჩინეთისთვის. ეს არის კონკრეტულად სუფთა ლობისტური საქმიანობა, რომელსაც ფარა ითვალისწინებს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ესეთი ორგანიზაციები, ეს ამერიკული ორგანიზაციები, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემ მაგალითში ჩინეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ, ესენ უნდა დარეგისტრირდნენ და რატომ? იმიტომ რომ იმ ორგანიზაციამ, იმ თქვათ მედია საშუალებამ ან კონგრესმენმა უნდა იცოდეს, რომ ის ადამიანი, ის ამერიკული კომპანია, რომელიც მას ესაუბრება, არ ესაუბრება ნეიტრალური პოზიციიდან, არამედ ის ესაუბრება დაინტერესებული ადამიანის პოზიციიდან, იმიტომ რომ მას აქვს კონკრეტული კონტრაქტი, კონკრეტული დავალება და ამ დავალებას ასრულებს, ხო? ანუ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ დაინტერესებული პირი ადამიანი ესაუბრება, რომელიც ამ კონკრეტულ ლობისტურ საქმიანობაში ფულს იღებს, დიდი სხვაობა იმ ადამიანთან, რომელსაც არანაირი ინტერესი არ გააჩნია და ნეიტრალური პოზიციიდან გესაუბრება და გიხსნის, რომ თქვათ მაგალითად ტარიფების საკითხი ძალიან თქვათ უნდა დაიწიოს, იმიტომ რომ ეს ამას გარკვეული სხვადასხვა მოვლენები მოყვება შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამის ცოდნის შეერთებული შტატების მოქალაქეებს თუ სახელმწიფოს ამის ცოდნის აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება აქვს. ეხლა რა ხდება საქართველოში? საქართველოსთან მიმართებით უბრალოდ დაფინანსება, ორგანიზაციის დაფინანსება, ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია, ავტომატურად იწვევს ამ ორგანიზაციის უცხოური გავლენის მატარებლად აქცევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ორგანიზაცია მიიღებს დაფინანსებას, ავტომატურად ის არის უცხოური ძალის, უცხოური სახელმწიფოს ინტერესების განტარებელი ორგანიზაცია და ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო
თანხა და ამ თანხით ის თქვათ ქირაობს ადვოკატებს უხდის ხელფას, ეს ადვოკატები ეხმარებიან ბენეფიციარებს, რომელსაც მაგალითად ადვოკატის აყვანის ფული არ აქვს და ასეთ ორგანიზაციებს სახელმწიფო ან კანონმდებლე ეუბნება, რომ რადგანაც უცხოური ქვეყნიდან თქვენ მიიღეთ თანხა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ატარებთ უცხოური ქვეყნის ინტერესებს საქართველოში. ეხლა დაუბრუნდეთ იმ პირველ მაგალითსაც მე მოგიყვანეთ, რომ იმ შემთხვევაში ის ნამდვილად კონტრაქტით იყო განსაზღვრული, რომ ჩინეთის ინტერესები უნდა გაეტარებინა და ლობირება გაეკეთებინა ტარიფების დაწევაზე, ასეთ შემთხვევაში უკვე დავსვათ რიტორიკული კითხვა, რა ინტერესი უნდა ქონდეს მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან გერმანიას, ან საფრანგეთს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოში დაიცვას კონკრეტული ბენეფიციარი ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი ან ბავშვი და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო აბსურდია, ხო? კი, აბსურდია და ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება ერთ-ერთი ამერიკულსა და ქართულ კანონს შორის. მეორე განსხვავება, რაც შეიძლება ასევე ვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენა, ხო? ანუ ქართულ კანონით განსაზღვრულია, რომ ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, ფიზიკური პირი თუ ორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებზე უნდა ახდენდეს ზეგავლენას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, დაწყებული სპექტაკლიდან, თეატრიდან და დამთავრებული, არ ვიცი, Facebook პოსტით, ხო? ნებისმიერი Facebook პოსტი, ერთი პოსტიც კი შეიძლება ჩათვალონ, რომ ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ესე იყოს, თუმცა ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ადამიანი ან ორგანიზაცია გახდეს აგენტი ქართული გაგებით. და ზუსტად ტერმინთანაც მივალ ბარემ ამერიკაში agent, ანუ აგენტი არის ზუსტად იმ განმარტებით, რა საქმიანობასაც ის ორგანიზაცია აკეთებს. ანუ ორგანიზაცია იღებს დაკვეთას, გაატაროს ტარიფებთან დაკავშირებული ინტერესები სხვა ქვეყნის, ხო? ხო, შესაბამისად არის აგენტი, ხო? დაქირავებული აგენტი, რომელიც რაღაც კონკრეტულ საქმიანობას ახორციელებს. რაც შეეხება საქართველოში ორგანიზაცია, რომელიც არავის ინტერესებს არ ემსახურება, ემსახურება მხოლოდ ქართულ ინტერესებს, ემსახურება ბენეფიციარის ინტერესებს, ასე შემთხვევაში, რომ ამ ორგანიზაციას ეუბნები, რომ შენ უნდა გაწევრიანდე აგენტების რეესტრში, ეს ნიშნავს, რომ შენ არ ხარ ჩვეულებრივი აგენტი, არამედ შენ ხარ აგენტი რომელიღაც კონკრეტული ქვეყნის, შესაბამისად ეს არის დამაკნინებელი, დამამცირებელი, შემაშინებელი და ზუსტად სავარაუდოდ კანონის მიღების მიზანიც, ის ბუნდოვანი მიზანი, რაც თქვით, შესაძლოა ესეც იყოს, რომ მოხდეს ორგანიზაციების ადამიანების შეშინება, რომ მათ არ გამოხატონ საჯაროდ თავიანთი პოზიცია და თუ გამოხატავენ ამ პოზიციას, შესაბამისად მოხდნენ ისეთ სიაში, ისეთ რეესტრში, სადაც მათ აგენტებს დაუძახებენ და დამერწმუნებით ალბათ, რომ ეს სურვილი ბევრს არ გააჩნია. ძალიან რთული ალბათ იპოვოს ესეთი ადამიანი, ვისაც სრული გააჩნია, რომ აგენტი უწოდონ ან აგენტების სიაში მოხდნენ.